ვიდეო დავდე და თვითონ მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ადამიანები იმის შესახებ, რომ ქალ პოლიტიკოს მხოლოდ ბანერზე წარწერის გამო წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხებიც მივიღე და რამდენიმე მინდა გაჩვენოთ. აი ამ კომენტარების შემდეგ ვთვლი, რომ აუცილებელია, რომ ადამიანებს ესმოდეთ რა არის გამოხატვის თავისუფლება და სულ ორიოდე საქმე მინდა მოვიყვანოთ. არის მარია ალიოხინას საქმე, ალბათ ბევრს გემახსოვრებათ, ცნობილი ჯგუფი აქტივისტებისა, სადაც ბუსრაიოთის სახელით მოიხსენებდნენ. და ეს საქმე ეხება საეკლესიო ინვენტარის ბჭყალებს შეურაცხყოფას, რომელიც თქვათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია. ასევე მსგავსი პრეცედენტი არის მურატ გურალის საქმე, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ განიხილა ევროსასამართლომ და საკითხი ეხებოდა ათათურქის ქანდაკებისთვის საღებავის შესხმას და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისევ როგორც წინა საქმეში ამჯერადაც დაადგინა, რომ მათ შორის ქანდაკებაზე საღებავის მისხმაც ექცევა გამოხატვის თავისუფლების სფეროში და ქმედების გამო სასჯელის დაწესება არღვევს ადამიანის უფლებებს.